ლიტერატურული ალეგორიები და ისტორიის გადააზრების კიდევ ერთი ახალი შესაძლებლობა, უცვლელი მტერი და ბრძოლის ახალი თუ ნაცადი ხერხების ანალიზი. როგორია გრძელვადიანი და მშვიდობიანი პროტესტის ფილოსოფია და რამდენად მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით შემოქმედობითობა. რა როლი უნდა ჰქონდეთ დღეს მწერლებს და რა პასუხისმგებლობა აკისრია მათ ამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილების წინაშე საქართველოს პროდასავლური არჩევანის შესანარჩუნებლად. თემაზე სასაუბროთ პოეტი, პროზაიკოსი, წიგნიანების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე და ბიბლუსის შემოქმედებითი დირექტორი გიორგი კეკელიძე შემოგვიერთდება. გიორგი, მოგწანდი, მოგესალმები. გამარჯობა. გამარჯობა, მოგესალმები. მადლობას გიხდით, მოგწანდი. მადლობა. გვეწვიეთ, დავდანდი. ზუსტად ერთი წლის წინ გაგაფრთხილეთ, როცა აქ მოვედით, რომ დენს ვიტყვი. დენს ვიტყვი, ხო, და რაღაცა მე მაინც შევიცხადე. ზუსტად ერთი წელი გავიდა ამ წელს და იმდენი რამე მოხდა, რომ ჩემი დენი კი არა, ძალიან ბევრი რაღაც დაგავაწყდა. ხო, და რადგან გაიხსენე სიმბოლურია, რომ ზუსტად ერთი წელი გავიდა იმ სტუმრობიდან და მაშინაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხით იყავით ჩვენთან. მოსული მნიშვნელოვან თემაზე სასაუბროთ. ისე თავდაცვისთვის რას გამოგვადგებოდა, ეხლა ყველა რომ ვიტყმოვინებდა. ხო, მაგრამ შეიძლება ახალი კანონმდებლობა შეიმუშაონ ძალიან მალე, რამდენიმე დღეში ადამიანები, რომლებიც ირტყვენებიან დენს, გადაყვანილი იყვნენ დაუყოვნებლივ იზოლატორებში, ამიტომ მე არ ვემხრობი ამ იდეას. ჩამოვარწმევდი ხელს არალეგიტიმურ მთავრობას. და დენდარტყმულებს დავტოვებდი. გიორგი, შემოქმედობითობაზე ვსაუბრობთ შესავალშიც და ზუსტად ესეც ეს ჩვენი შესავალიც რაღაცა ნაწილია ამის. ხო, ქართველებს, ადამიანებს განსაკუთრებით, რომლებიც 50 დღეა გარეთ არიან და ქუჩაში უწყვეტად აპროტესტებენ მიმდინარე მოვლენებს, ძალიან სჭირდებათ მუხტი იმისა, რომ შეინარჩუნონ მდგრადობა და მათი ხედვები, რომელიც ნამდვილად რეალური და ჭეშმარიტია, გრძელვადიან პროცესში გახდეს უფრო ხელმისაწვდომი და ხელშესახები გახდეს, რომ არ დაკარგონ მუხტი. კი ბატონო. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას, გილოცავთ შობა ახალ წელს, რომელიც უნებრივია უახლოესი ჩვენი შვიდგარემოში ჩაი არა. ნაწილია მესმის, მაგრამ პროტესტულში და გისურვებთ ცხადია უკეთეს საქართველოს პირველ რიგში და ინდივიდუალურად თითოეულ თქვენგანს ცხადია უკეთეს მომავალს. რაც შეეხება პროტესტს, მე მგონია რომ ეს პროტესტი ქართველებს გვაქვს თითქმის უკვე უკანასკნელი 300 წელი გასაგები მიზეზის გამო. ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი სხვადასხვა ფორმით გადაბმული რეჟიმის მეშვეობით გარკვეულწილად ცდილობს რომ ჩვენ ქართველებს არ გვქონდეს საკუთარი ქვეყანა. ამ გქონდეს ისეთი ქვეყანა, როგორიც მათ მოსწონთ და აწყობთ. ანუ ერთგვარი უკანა ეზო, სადაც ჩამოვლენ, იმღერებენ, იცეკვებენ, გალევენ და წავენ. შესაბამისად, ეს ბრძოლა მიმდინარეობს სულ. ამ ფორმით, რა ფორმითაც ახლა მიდის, ბუნებრივია, ყოფილა ადრეც, მაგრამ ყოფილა რაღაც თვალსაზრისით უარესი ფორმებითაც და ჩვენ გარკვეულწილად უნდა გვქონდეს ის მოლოდინიც, რომ მტერი რაღაცებს იოლად არ დათმოს. მე სულ ახლახანს ვიყავ სხვა შორის უფლის ციხეში და ამას იმიტომ ვამბობ, რომ რეალურად სადაც ნაბიჯი არ უნდა დავდგათ, ყველგან ვხედავთ ამბავს, რომელიც რუსეთის ჩადენილია და ვხედავთ, რომ ეს ამბავი კარგი კი არა, ძალიან ცუდი აღმოჩნდა. ხო, მაგალითად, ის ტაძარი, რომელიც უფლის ციხეში დგას, გადაღებილი არის რუსების მიერ, ერთი ფენით, მეორე ფენაზე არის უკვე წარწერა რუსი ტურისტების, რომლებიც მე-19 საუკუნის მიჯვრე 20 საუკუნის დასაწყისში მოდიოდნენ და მე კიდევ ერთი ფენით არის ასევე რუსების მიერ გადაღებული უკვე საბჭოთა კავშირის მეშვეობით. ამას რატო ვამბობ? ანუ ამ ყველაფერს, აი მაგალითად მწერლების პროტესტს, სხვა ადამიანების პროტესტს, რაღაც კონკრეტული ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგი კი არ მართავს. არამედ განცდა იმისა, რომ რეალურად ჩვენ შეიძლება ისევ შევბრუნდეთ იმ მოცემულობაში, რომლიდან თავის დასაღწევადაც თაობები იბრძოდნენ. ეს არის მთავარი განცდა და მახასიათებელი. მეხსიერება. რა თქმა უნდა, უამრავი ადამიანი, მათ შორის ჩემი მეგობარიც, გამოვიდა არა მაინც და მაინც ეს შეიძლება კარგია, ცუდია, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს და კრიტიკის საგანი იყოს. არა მაინც და მაინც არჩევნების დროს მანამდე ან მერე. არამედ 28 ნოემბრის განცხადების კვალად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. ანუ ადამიანებმა დაინახეს ფუნდამენტური საფრთხე, რომ შეიძლება ჩვენი ძირითადი არჩევანის მოწყვეტით
რეალურად ქვეყანა აღმოჩნდეს იქ, საიდანაც თავის დასაღწევად მან ბევრი იბრძოლა. შესაბამისად ეს ლოკალური უпростоრედ თემატური პროტესტები, რომელიც იმართება, ხო, მწერლების იქნება ეს, მსახიობების იქნება ეს, სხვა დანარჩენი, თქვა, პროფესიული ჯგუფების, რეალურად ამის წინააღმდეგ არის მიმართული. მე ასე ვხედავ. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ყველა ის მცდელობა, რომ თქვა, ეს ამბები რაღაცნაირად მიაკუთვნონ კონკრეტული პარტიების, კონკრეტული, თქვა, თუ შეიძლება ასე ითქვას, რაღაც мотиваციის მქონე ჯგუფების ინტერესებს და სურვილებს, მე მგონია, რომ განწირული. იმიტომ რომ მე ვიცნობ უამრავ ადამიანს, რომელთაც არავითარი ინტერესი არ აქვს, გარდა იმისა, რომ მათ ჰქონდეთ კარგი სამშობლო და კარგი სახელმწიფო, რომელშიც გარკვეულწილად საკუთარ თავს იპოვნიან გაცილებით უფრო შესაბამისად, ვიდრე ამას მოახერხებენ სამშობლოში, რომელიც არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. დღეს საქართველო არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. ამაზე ჩვენ ძალიან იშვიათად ვლაპარაკობთ. ოკუპირებული არის პირდაპირ მნიშვნელობითაც გულისხმობ ამ შემთხვევაში ჩვენს 20%-ს, რა თქმა უნდა. და ამავდროულად არის მცდელობა იმისა, ტვინის გამორეცხვით, სხვა მეშვეობით, რომ რეალურად ჩვენ ამ ოკუპაციის განცდას მოვწყდეთ და ვიგრძნოთ თავი ჩვეულებრივ მდგომარეობაში, ხო? მე ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩემს თავსაც გულისხმობ და ხაზგასმით გულისხმობ, იმიტომ რომ ჩემი ყოველდღიურობა ვერ არის გაჯერებული იმით, რომ ჩვენ და ცხინვალის რეგიონი დადაბილება ვერ ვფიქრობთ ამას. დანარჩენ აბსურდულ არაშესაბამის თემებზე გვიწევს დისკუსია და ბრძოლა, რომ რეალურად მტერმა მოახერხა და რამდენიმე ძირითადი საკითხი მთლიანად ჩახსნა. რა თქმა უნდა. კი, რა თქმა უნდა. რომ თავარი საკითხი, იგივე ოკუპაცია, ჩვენს კი, ძალიან მარტივი, პრიმიტიული მესიჯებით, ხო, რომ აი დათვის ბაბაია უნდა დაუძახო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რომელიც საქართველოში იმედი მაქვს, რომ არასდროს არ იმუშავებს. იმიტომ რომ ამ იმედს მე მიმყარებს ის ადამიანები, რომელთაც ამის წინააღმდეგ იბრძოლეს და იბრძოდნენ სულ. აი გადავხედოთ, ხო, საქართველოს ისტორიას, იმ ისტორიას, რომელიც ჩვენ გარკვეულწილად თან გვდევს რუსეთთან ურთიერთობის ფარგლებში, ხო? იქნება ეს ალექსანდრე ორბელიანი, იქნება ეს სოლომონ დოდაშვილი, იქნება ეს ნიკოლოზ ბარათაშვილი თავის ბედი ქართლიცას, იქნებიან ეს თერგდალეულები ილია ჭავჭავაძე, იქნება ეს თქვა დიმიტრი ყიფიანი, იქნება ნიკოლოზ ამ შემდეგ და შემდეგ. რაღაცეები ხო არის ძალიან მარტივი, ხო? ჩემთვის ყველაზე უფრო ტრაგიკული ამბავი მთელს ამ ბრძოლაში არის ის, რომ მე ადამიანებისთვის მიწევს ახსნა, რომ რუსეთი არის მტერი და იყო მტერი. ხო, აი ძალიან მარტივი საქმე. ჩვენ მე-19 საუკუნეში გვქონდა უდიდესი მასშტაბის საგანმანათლებლო მოძრაობა, რომელიც მსოფლიოშიც კი იშვიათად შეიძლება დავძებნოთ თავისი ჩართულობის ხარისხით. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ხო? ადამიანებმა შეძლეს და შექმნეს სივრცე არასამთავრობო, სხვათა შორის, რომელმაც მოახდინა უდიდესი გავლენა და ჩვენ რო დღეს ქართულად ვლაპარაკობთ, კითხულობთ და ვწერთ, არის ამის ერთგვარი წვლილი. ხო, ამას რატო ვამბობ? ორივე თავმჯდომარე არის მოკლული რუსების მიერ. ერთი ქართველების ხელით, ერთი პირდაპირ. დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე. მარტო ეს ორი ამბავი რო იყოს. მარტო ეს ორი ამბავი, ეს უნდა გვეყოს იმის გასააზრებლად, რატო არის რუსეთი მტერი, რატო არის ეს დიდი შიში დღეს საქართველოში, რომ შეიძლება აი ამ გადაწყვეტილებით ჩვენ და გაუგებარი და ჩემი აზრით მაინც და მაინც არარაციონალური ფლირტით ჩვენს მტერთან აღმოჩნდეთ ისე უკან. აი ეს არის ძირითადი სათქმელი, დარწმუნებული ვარ იმ ბევრი ადამიანის, რომელიც დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით ხდება. მაგის კითხების პერიოდში ყოველთვის გვიბრუნებენ ხოლმე პასუხს, რომ აი რუსეთზე დიდი მტერი თურქეთია და ეს პროპაგანდების ნაწილი. გაправების, რუსეთის გაправების რაღაცას იმას ეძებდა. მაგრამ ერთი რამეც უნდა ვთქვა და უნდა ვთქვა აუცილებლად, რომ რეალურად ჩვენ ძალიან ბევრი რაღაც დავაკელით ერთმანეთთან საუბრის მიმართულებით. ჩავკეტეთ ეს კედლები, ხო? მე ვიცი რომ ადამიანები, რომლებიც მეორე ადამიანებზე იძახდნენ, ახლა ეს ბნელია, დავბლოკავ, არ დაველაპარაკები ასე. მე სხვა ელაპარაკება იმ ადამიანს და ის სხვანაირად უხსნის ამ ამბავს. ამიტომაც მე როდესაც ჩავდივარ სოფლებში და იცით რომ ძალიან ბევრ სოფელში ყოფილვარ, 2000-ზე მეტ სოფელში წიგნი ჩამიტანია, ხო?
მე არ ვარ პოლიტიკური პროპაგანდისტი, მე არ მაქვს პოლიტიკური ინტერესები, არც არასდროს არ მექნება სხვა ტიპის ნატურა მაქვს, მაგრამ მე მიყვარს ჩემი სამშობლო და სამშობლოზე ველაპარაკები ადამიანებს. და ვიცი რომ მათ რაღაცა აკლიათ. ლაპარაკი აკლიათ, ინფორმაცია აკლიათ. ამიტომ მე ახლა შეიძლება მაინც და მაინც კონკრეტულად ვიღაცეებისკენ და ორგანიზაციებისკენ ხელის გაშვერის დრო არ იყოს, მაგრამ დავაკეთეთ ამ ადამიანებთან ლაპარაკში, იმიტომ რომ ვიღაც სხვა მივიდა, მან სხვანაირად ელაპარაკა უფრო მეტი და დღეს გაჯიუტებულები არიან ამისა. მე მგონი დაიჯერეს გაჯიუტდნენ და შეინარჩუნეს. ამიტომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მათთან ლაპარაკი. მე არ ვარ ადამიანების გაუქმების მომხრე. მე არ ვარ ადამიანების უკიდურესი სტიგმატიზაციის მომხრე თუ რაღაც სპეციფიკურ შემთხვევებთან არ ვაქვს. აუცილებლად აი ასე ტელევიზიითაც უნდა ველაპარაკოთ და უნდა უთხრათ რომ მე ვიცი რომ თქვენ სამშობლო გიყვართ, მაგრამ ამ სამშობლოს დღეს ნამდვილად აქვს პრობლემა. ნამდვილად და ამ მიზანს ემსახურება სწორედ ჩვენი მედია პლატფორმაც. გიორგი, აუცილებლად უნდა გითხო ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დაკავშირებით. რომ შემოდიოდი სტუდიაში ვახსენეთ ერთი წლის წინანდელი ეთერი, რომელიც ზუსტად ამ თემას ეხებოდა. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს თანამდებობა დატოვე, ვიცით რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაატარე 10 წელზე მეტი და მნიშვნელოვანია ამ დროს ასეთი დაწესებულებები, რომლებიც მათ შორის ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხო, გადამხდელების რესურსით. როგორ უნდა აფიქსირებდეს საკუთარ პოზიციას, ან რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს ღია იყოს ეროვნული ბიბლიოთეკის კარები, უნდა გავიხსენოთ აუცილებლად ის ფაქტი, როდესაც ერთ-ერთი დარბევების დროს ეროვნული ბიბლიოთეკის კარი იღებოდა ხოლმე ახალგაზრდებისთვის, რომელსაც სრემლსადენი გაზი ჰქონდათ ნასუნთქი, ან რობოკოპები მოსდევდნენ. დღეს რა ხდება და შენი შეფასება ძალიან საინტერესოა. საკუთრივ ეროვნულ ბიბლიოთეკაზე ალბათ ბევრს ვერ ვისაუბრებ, ჩემთვის ეს უკიდურესად სპეციფიკური ამბავია და შესაბამისად ვითვალისწინებ ძალიან ბევრ ფაქტორს. მე ვიცი რომ იქ ძალიან ბევრი კარგი პატრიოტი ადამიანი მუშაობს და მათი განცდა გარკვეულწილად არის თანხვედრი ჩემს განცდასა, მაგრამ ზოგადი პასუხი თუ გაინტერესებს, მე მგონია რომ ამ მოცემულობაში მოქალაქეობა არის უპირატესი. და შესაბამისად ნებისმიერ საჯარო მოხელეს უნდა ჰქონდეს განცდა იმისა, რომ ის პირველ რიგში არის მოქალაქე ქვეყნის. და მოქალაქეობა გულისხმობს ვალდებულებას. თუ ჩვენ ვართ ისეთი ადამიანები, რომლებიც გარკვეულწილად გადავწყვეტთ, რომ მოვწყდეთ ამ წუთის სოფელს, უნებრივია ეს ჩვენი უფლებაა და მე ვიცი რამდენიმე შესანიშნავი ადამიანი, მათ შორის მწერალიც, რომელიც ცხოვრობს განრიდებით და ეს მისი გადაწყვეტილება და მე არ ვარ მაინც მომხრე რომ ვიღაცები აიძულოთ რომ ჩაერთონ სოციალურ ცხოვრებაში, მაგრამ ყველა საჯარო მოხელი ავტომატურად მონაწილეობს საჯარო ცხოვრებაში. ეს მისი არჩევანია. და ამ მონაწილეობის პარალელურად მათ აუცილებლად უნდა დაძლიონ შიში. მე გულისხმობ იმათ, ვინც არის იმ აზრზე, რომელზეც არის. ვიღაცა შეიძლება განსხვავებულ აზრზე. და ამ შიშის ყვალად აუცილებლად ხმამაღლა უნდა ილაპარაკო. მათ შორის საქმე ეხება მასწავლებლებსაც. ეს არის უკიდურესად მტკივნეული ამბავი. გუშინ მაგალითად, რა თქმა უნდა, ცოტა ხნით და სიმბოლურად, მაგრამ ყველაფერი მნიშვნელოვანი ზუგდიდში დააგავეს შესანიშნავი მასწავლებელი მიკო მიქავა, რომელიც ძალიან დიდ საქმეს აკეთებს. მათ შორის სვანეთში წიგნიერების პოპულარიზაციისთვის. ნუ რაღაც სიმბოლური აქტისთვის, რომ კანონს მისადაგებ ყველაფერს. კანონის მისადაგება შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ მე უბრალოდ აი ხელი ასე მიდევს და კანონის რომელიღაც ქვე ჩანაწერით შეიძლება ეს იყოს პატარა პრობლემა და ამიტომ მოდი 15 საათი დავატოვო. ამიტომ ამ ყველაფერს ყველა სიმბოლური მახასიათებლები აქვს. მე ძალიან გამიხარდებოდა რომ ამას რატო ვლაპარაკობ, რომ მიკო მიქავას გამოხმაურებოდნენ, მათ შორის ის ადამიანებიც, რომლებიც მის აზრზე არ არიან. ეს არის მოქალაქის ვალი პირველ რიგში, რომ მან დაიცვას დაჩაგრული. და ეს ამბავი ცოტათი მაინც პრობლემური. მე ვიცი რომ ჩვენ აღფრთოვანდებით სხვა ადამიანების სოციალური აქტიურობით და შემდეგ, მაგრამ რეალურად მაინც არ არის იმ საფეხურზე, რომელსაც ვისურვებ. მე კიდე ერთხელ ვამბობ. მათ შორის გულისხმობ იმ ადამიანებს, რომელთაც განსხვავებული პოლიტიკური არჩევანი აქვს. და ასეთი ადამიანები უნებრივია არის და არაერთი, ხო? მაგრამ მათ უნდა გქონდეთ იმის განცდა, რომ ეს არ არის პოლიტიკური კუთვნილების საკითხი, რაღაც უსამართლობა რომ მოხდება ნებისმიერი, მათ შორის ჩემი მტერის მიმართაც, ხო? შენ უნდა მოახერხო და დადგე საკუთარ თავზე მაღლა და უნდა ილაპარაკო ამასთან დაკავშირებით. ძნელია. მე თვითონაც რამდენიმე ადამიანთან დაკავშირებით შეიძლება გამჭირვებია ეს ამბავი. ძალიან რთულია. იმიტომ რომ
ბუნებრივია, რომ საკუთარი პერსონალური გამოცდილებები არსებობს, მაგრამ ეს პერსონალური გამოცდილებები მაინც საერთო საზოგადოებრივ ველში ცოცხლობს და თუ ეს საზოგადოებრივი ველი ჯანსაღი არ იქნება, მაშინ ვერც იმ ნაწილს ვერ მოვაგვარებ. ამიტომ არ ვლაპარაკობ, თორე ჩემი საქმე ეს არ არის. ზოგადი აზრით, პოლიტიკა ჩემი საქმე პარტიული მithumetes არ არის, არც ყოფილა, არც იქნება არასდროს, იმიტომ რომ ჩემი мотиваციები მიემართება ლიტერატურას, განათლებას, ხელოვნებას, ცოდნის გავრცელებას. მეტი სურვილი მეა, მე მირჩევნია რომ აქ ეთერში ვიჯდე და ამ აქციებზე კი არ ვლაპარაკობდე რომელიმე სოფლის ბიბლიოთეკის პრობლემაზე, რომელსაც ერთობლივად მოვაგვარებ, მაგრამ ახლა ეს არის დღის წესრიგში და შესაბამისად მგონია რომ ეს განცდა ყველას უნდა კონდეს, ჟურნალისტსაც, მასწავლებელსაც, ბიბლიოთეკარსაც, რა ვიცი. ყველას ყველას და ახსენ სიმბოლოებით არის დატვირთული ჩვენი ისტორიაც და ლიტერატურაც და მაყურებელს უნდა ვუთხრათ რომ კვირას 18 იანვარს 18 საათზე რუსთაველის ძეგლთან არის ვეფხის ტყაოსნის მოყვარულთა მარში და ანონსებული სწორედ ჩვენთან რუსთაველის ძეგლთან შეიკრიბებიან ადამიანები რომლებიც განსაკუთრებულად პატივს დიახ ნესტანი არის ორგანიზატორი ამ მარშის და ძალიან მნიშვნელოვანია ხო რომ ესეთი სიმბოლური დატვირთვის მქონე მარშები უფრო მრავლად გქონდეს იმისთვის რომ მუხტი უფრო ნესტანი არის შესანიშნავი გოგო, ძალიან კარგი პროფესიონალი, რომელიც დარწმუნებულია რომ თავს გაართმევს ამ ამბავზე, სხვა შორის მინდა მაგასაც გამოვიხმო, რაღაც ვიდეო ჩაწერეს მასზე, კითხეს სანტა კლაუსი უფრო მოგწონს თუ თოვლის ბაბუაო და ადამიანების 80% გავეშებული იბრძოდა მის წინააღმდეგ თოვლის ბაბუის დასაცავად თუ რაღაც ორთოდოქსიგი, იმიტომ რომ ეს მოხდა სანტა კლაუსით ქართველობას ვერ წაგვართმევენ ხოლმეც მგონია, ამიტომ გოგო სხვა შორის ის არის ხრივი, ჩემი კლასელის, გარდაცვლილი კლასელის მეუღლე, ძალიან დიდი პატრიოტი, ზრდის ორ ბავშვს და ამ ბავშვების გაზრდის პარალელურად დგას აქციებზე და თან მუშაობს ხელნად. ანუ არავინ საკუთარ საქმეს თან თავს არ ანებებს, თან პერსონალურადაც ცდილობენ რომ ოჯახი გამოყვებონ და თან რაღაც მასიკებია და მე ჩვენ ვაგინებთ, იმიტომ რომ რაღაცა გაუგებარი. ხო, და კიდე ადამიანები იყვნენ თუ პრობოტები, კიდე საკითხავია ხო. ის ხო ვიღაცა დგას. თუმცა ხო, აღსანიშნავი იყო ნამდვილად. დიდი მადლობა გიორგი ჩვენ მოსაზრებების გაზიარებისთვის და ჩვენს გადაცემაში მონაწილეობისთვის გიორგი კეკელიძეს მინდა დავემშვიდობო